ამ კუთხითაც არსებობს გამოწვევები, რაც მიწების რეგისტრაციის პროცესსაც აფერხებს. დავების ყველაზე დიდი წილი მათი თქმით ხშირად სატყეო ზონებთან არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოდის და ასევე პრობლემურია საბჭოთა პერიოდში მოქალაქეებზე გაცემული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაც. იურისტების რეკომენდაციაა, რომ სასამართლო დავების დასრულების ვადების შემჭიდროება მოხდეს, რომ ყოველ ჯერზე რეფორმის ვადების გადაწევის საჭიროება არ იდგეს დღის წესრიგში. სასამართლოს საკმარისად დიდი ხანი ჭირდება საქმეების განხილვასთან დაკავშირებით და ის რაც ამ დავების კატეგორიაზე ხდება ანალოგიურად არის ამ ჭრილში მოქცეული და თუ დავა დასრულდება მოსარჩელის სასარგებლოდ არ არის გამორიცხული, რომ უკან რომ დაბრუნდება საჯარო კიდევ დახდეს პრობლემატიკა, იმიტომ რომ მუდმივად განახლებადია რეესტრის ჩანაწერები, დინამიურია ეს ყველაფერი და გადაწყვეტილებაც აღსრულებადი უნდა იყოს. თუ არა და ისევ ხელახალი დავა წარმოიშობა და პრობლემა მუდმივად მოუგვარებელი რჩება. სახელმწიფო ისეც უნდა გააკეთოს, რომ სასამართლოში დავების განხილვების ვადებთან დაკავშირებით ამ კატეგორიის დავებზე იყვეს გარკვეული ვადა დაწესებული, რომ დამთავრდეს და საბოლოოდ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შესახებ კანონის მიზანი და ამოცანა, რაც არის, რომ მივიღოთ საქართველოს მასშტაბით სრული ზუსტი საკადასტრო მონაცემები და სრული ზუსტი უფლებრივი მონაცემები, ამით მიიღწევა და იქნება მიჩნეული, რომ კანონმა მიზანს მიაღწია.